ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირადღეა და სოლიდარობის სტუდიის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი. გადაცემა, სადაც ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შესახებ ჩვენს რესპონდენტებთან ერთად და ვცდილობთ, რომ გავერკვიოთ არა მხოლოდ კონკრეტულად ფაქტებზე, რა მოხდა წარსულში, არამედ გვესმოდეს ამ ფაქტების გამომწვევი მიზეზები, ურთიერთკავშირი, მათ შორის დღევანდელობასთან და ამ მხრივ ძალიან ვფიქრობთ, რომ საინტერესო გადაცემა უნდა გქონდეს დღეს, ვინაიდან დღეს გახლავთ 14 დეკემბერი, უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღეს ზუსტად 268 წელი გავიდა ხრესილის ბრძოლიდან. ბრძოლას, რომელსაც ჩვენი ისტორია აფასებს როგორც მეორე დიდგორს, იმიტომ რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, კერძოდ იმერეთის ისტორიაში, სოლომონ პირველის გადაწყვეტილებით, მაშინ ვინც იყო მმართველი იმერეთის სამეფოსი, აიკრძალა ტყვეთას ყიდვა, ეს საშინელი ჭირი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც სისხლისგან დაცალა საქართველო. დასავლეთ საქართველოში ეს კიდევ უფრო მძიმე პრობლემა იყო და სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა შემდეგ ოსმალეთის იმპერიის განრისხება. სულთანმა გამოაგზავნა აურაცხელი არმია, რომელიც ხრესილის ველზე დამარცხდა სოლომონთან ბრძოლაში. ამ თემას გვინდა მიუძღვნათ დღევანდელი გადაცემა, ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებსა და რაც მთავარია შემდეგ შედეგებს და ამაზე სასაუბროთ გადაცემაში მოვიწვიეთ პოეტი, პროფესორი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, რომ ასეთ საინტერესო თემაზე სასაუბროთ გვეცვლით გადაცემაში. მოწვევისთვის გამარჯობათ, მოგესალმებით. მართლა ძალიან საინტერესო თარიღია და ამიტომ არ გვინდოდა ეს თარიღი ისე გაგვეტარებინა, რომ ამ თემისთვის არ მიგვეძღვნა გადაცემა. საინტერესო იქნება ვისაუბროთ ისტორიულ კონტექსტზე, რატომ იყო მნიშვნელოვანი მაშინ სოლომონის ეს გადაწყვეტილება, ტყვეთას ყიდვის აკრძალვა, მართლაც იყო თუ არა ეს ისეთი დიდი ჭირი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ამას აფასებს ისტორია და ასეთი მასშტაბის პრობლემა, რასაც მოყვა შემდეგ აი ესეთი მნიშვნელოვანი ომიც. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ოსმალეთი იყო საქართველოს დაუძინებელი ისტორიული მტერი და დაწყებული დიდ თურქობიდან 1068 წლიდან დაწყებული ფაქტიურად ოსმალების ყველა შემოსევის შემდეგ საქართველოსდან გაყავდათ აურაცხელი ტყვე ქალები და ვაჟები, რითაც ივსებოდა შემდეგ ოსმალეთის მაღალ ფაშათა ჰარამხანებით და ხოლო იანიჩრებით ივსებოდა მათი არმია. მარტო აი ვთქვათ ერთი აი იმ პერიოდში, სოლომონ პირველის პერიოდში, ისე ოსმალო ისტორიკოსებს თუ დაუბრუნდებით, მარტო სამეგრელოდან 12000-ზე მეტი ლამაზი ქალწული გაყავდათ ოსმალო თურქების ჰარამხანებისათვის. ეს აი წარმოიდგინეთ კაცია დადიანის, თქვათ სადადიანეთიდან ოდიში სამეგრელოს სამთავროდან 12000. ამას დავუმატეთ გურიის სამთავრო, ამას დავუმატეთ იმერეთის სამეფო და ფაქტიურად გამოდის, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 30000-ზე მეტი ახალგაზრდა და ქართველი ვაჟი და ქალიშვილი გაყავდათ საქართველოსდან ტყვეთ. ეს მხოლოდ დასავლეთში და მხოლოდ ოსმალეთში. ეს მხოლოდ დასავლეთში და მხოლოდ ოსმალეთში და წარმოიდგინეთ, როგორი ტკივნეული პროცესი იყო ერისთვის, ეს ფაქტიურად მიმდინარეობდა ეს ღია გენოციდი ქართველი ერისა და აი ეს პროცესი იყო აი წამლეკავი ამ პროცესში ჩართულები იყვნენ სხვათა შორის მოღალატე ქართველი თავადებიც, მაღალი თანამდებობის პირები, დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, იგივე ფეოდალები,
რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. მეფის ოჯახის წევრებიც მეფის ოჯახის წევრებიც და სხვათა შორის ძალიან მაღალი ძლიერი სათავადოები, ეს იქნებოდნენ გურიელები, დადიანები თუ სხვები, აშკარად, ესე იგი, იჭერდნენ პროოსმალურ ორიენტაციას ამ კუთხით, რათა გარიგებაში ყოფილიყვნენ მეორე მხარესთან, ოსმალურ მხარესთან და სწორედ მათი ხელშეწყობით ათეულ ათასობით ქართველი ჭაბუკი და ქალიშვილი ხდებოდა ჰარამხანების და იანიჩართა რიგებში. სოლომონ პირველს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ამ კუთხით. უნდა ვთქვათ, რომ სანამ იგი გააძლიერებდა მეფის ტახტს, სამეფო ტახტს, იგი ხელმეორედ მოდის და აძლიერებს სამეფო ტახტს 1753 წელს. მას ყავს ძალიან ძლიერი ოპოზიცია, დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვა და აი ტელემაყურებელთა გასაგებად, რომ მას ყავს ოპოზიციაში რაჭის ერისთავი, ძალიან ცნობილი როსტომ ერისთავი, რომელიც არის მუდმივი მტერი სოლომონ პირველის, არაერთხელ უღალატა მას და ასევე ლევან აბაშიძე, რომელიც ასევე ესე იგი აშკარა ოპოზიციაში უდგია სოლომონ პირველს. ხრესილის ბრძოლამდე სოლომონ პირველი თითქოს დაზავებას აპირებს როსტომ რაჭის ერისთავთან, ხდება მათ შორის გარკვეული მორიგება, დაზავება, შემორიგება, იმიტომ რომ სოლომონ პირველს არ აქვს ჯერ იმდენი ძალა, რომ დასაჯოს ეს ორგულა მოღალატე, დიახ, და მარტო გაუმკლავდეს. მაგრამ ეს რაჭის ერისთავი დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, არის ოსმალურ გრანტებზე გაზრდილი და დამოკიდებული. აი იქიდან გამოგზავნილი ოქროს ქისები, იგივე გრანტებია თუ არა დღევანდელი ტერმინებით. დღევანდელი გრანტებია, მოდი რო ვთქვათ, სახეცვლილი ქტამი, დიახ, უცხო ქვეყნიდან მოწვდილი ქართველ ფეოდალებზე, ისევე ლევან აბაშიძეზე, რომლებიც კრიჭაში უდგანან სოლომონ პირველს, რომლებსაც არ სიამოვნებთ, რა თქმა უნდა, ოსმალოებისათვის ეს სტამბოლის მონათა ბაზარი იმ დროს სავსეა ქართველი ქალიშვილები და ვაჟებით, ულამაზესი, როგორც აღწერენ იმდროინდელი პილიგრიმები, ევროპელები, აი გულდაწყვეტით, რომ ხან ისეთ სილამაზის ქართველს შეხვდები, რომ ესე იგი დაგენანება ცრემლები მოგადგება თვალზე, ხო? ამის თაობაზე თავის დროზე წერდნენ პიეტრო დელავალეც, კლოდ მალენგრიც, შარდენიც და რა ვიცი, რომელი ერთი თქვა, ავიატაბალე და დიახ, ეს იყო რაღაც ისეთი ეპიზოდი არ ყოფილა, ეს იყო აი საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე. აქტიურად ქართული ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, აი 1490 წლის შემდეგ, როდესაც ქართლის სამეფო კარმა ცნო საქართველოს დაშლა სახელმწიფო სამთავროებად, პატარ-პატარა ქართულ სახელმწიფოებად და სამთავროებად, რომლებმაც ერთმანეთში დადეს თავდაუსხმელობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, ხელღიმის მომგვრელია, ფაქტიურად აქედან დაიწყო აი ეს პროცესი ქართველების ტყვედ გაყვანა ამ მაჰმადიანურ ქვეყნებში, ეს იქნებოდა სპარსეთი, ეს იქნებოდა თურქეთი, ოსმალო-თურქები და ეს იქნებოდა საერთოდ მთელი ეს ქვეყნები ქართველი ტყვეებით, მამელუკებით, იანიჩარებით და ქართველი ქალებით იყო სავსე მათი სისხლის გასაკეთილშობილებად. აი ამ პერიოდში უწევს სოლომონ პირველს სამეფო ტახტზე ასვლა, გაძლიერება სამეფო ტახტისა და ნახეთ რა მომენტია. რადიკალურ ღონისძიებას იღებს ტყვეთა ასყიდვის წინააღმდეგ სოლომონ პირველი. ასევე იგი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი სამეფო. იგი როგორც გურიელს, ისე კაცია დადიანს ამ ორ მთავარს გარკვეულწილად ირიგებს და ფაქტიურად ერთიანი ძალით ისინი ცდილობენ, რომ წინააღმდნენ ოსმალოთა ფაშებს, რომლებსაც დასავლეთ საქართველოს მიაჩნიათ თავის საფაშოდ. მოგეხსენებათ ამასის ზავი, ხო, 1555 წლის ამასის ცნობილი ზავის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს სპარსეთის გამგებლობაში იყო სავასალოდ გამოცხადებული და დასავლეთ საქართველოს იყო ოსმალეთის გამგებლობაში. ამასის ზავმა საერთოდ არ ჩათვალა არაფრად
ქართველი კაცის, ქართული სახელმწიფოს ინტერესი, მისი წარსული, მისი კულტურა. ეს ორი იმპერია, სპარსულ თურქული იმპერია იყო გადაყლაპას უკად და საქართველოს. ეს იყო უდიდესი საშიშროება ქართველის არაბთა შემოსევის შემდეგ, აი მურვანყრუს შემოსევის შემდეგ, რომელიც 736-38 წლებში განხორციელდა, იმის შემდეგ ესეთი მძულვარე მტერი საქართველოს არ ყოლია, როგორიც იყო ეს სპარსეთის და ოსმალეთის იმპერია. სხვა შორის აი ბატონო ვაჟა, ბოდის გიხდით, მაგრამ რომ არ აღნიშნო არ შეიძლება. აი ამას იზავი ახსენეთ, ხო? ეს არის მე-16 საუკუნის შუა პერიოდი, 1555 წელი. ამ დროს რამდენადაც ვიცი მე როგორც მახსოვს, ოსმალეთის სულთანი არის სულეიმან პირველი დიდი, უდიდესი მმართველი ოსმალთა იმპერიის. და ალბათ თვითონ ოსმალების მხრიდან რომ ამ კაც არ აკლია დაფასება, ეს არც არის გასაკვირი, თავისი ძლიერების ზენიტში იყო ამ დროს ოსმალეთის იმპერია და სამწუხაროდ ქართველი ტელემაყურებელი თვალწრემლიანი ხდება. ეს მინდოდა აღმენიშნე. ეს არის პერსონაჟი, რომელიც ჩვენი ძვირფასი დიასახლისებისთვის სამწუხაროდ არის ერთ-ერთი საყვარელი სატელევიზიო ფილმის საყვარელი პერსონაჟი. ძალიან ცოტა თუ იცის რა დაუძინებელი მტერი. ეს არის ყველაზე მძულვარე მტერი ქართველთა, რომელმაც 10,000-ობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა. აი ეს ამას იზავი, მანამდე სოხოისთან ის პიროვნება, რომელმაც ფაქტიურად გააცამტვერა ქრისტიანული მესხეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები. აი დღეს რო დანგრეული გვაქვს რა, უდიდესი პირველი დარტყმა სწორედ სულთან სულეიმანის პირობებში მოხდა ჩვენი სამხრეთ საქართველოს. ეს თურქი მესხების ისტორიაც ფაქტიურად აქედან იწყება მის მიერ დიახ, მიწაწყლისა და სწორედ მან დაუდო სათავე თუნდაც იგივე ანჩის საეპისკოპოსოს მოშლას, რომელიც შემდგომ უკვე 1660-იან წლებში უკვე ოსმალებმა ფაქტიურად მიწასთან გაასწორეთ იქ არსებული ჩვენი ეკლესია, მონასტრები, ჩვენი ისტორიული ძეგლები, უდიდესი ისტორიული ძეგლები, იგივე სადაც ანჩის საეპისკოპოსო, სადაც ანჩის სარდარში იყო, ტაძარში იყო ანჩის ხატი დაბრძანებული 1664 წელს სასწრაფო წესით. ანჩის ხატი, ხელთუქმნელი მაცხოვრის ხატი და 12 ხატი კიდე იქ მთავარანგელოზის ღვთისმშობლის სასწრაფო შემოაბრძანეს საქართველოში ქართველებმა 1664 წელს დომეტ მეოთხე კათალიკოსის და მიტროპოლიტ იოსებ თბილელის დიდი რუდუნებით. ახალციხე, გორი, ქვემოჭალა, მუხრანი, მცხეთას გავლით, იგი ჩამობრძანდა თბილისში და ანჩისხატში დაიდო ბინა. დაუბრუნდეთ ისევ ხრესილის ბრძოლას 1757 წელს გენერალური ბრძოლისთვის მოემზადა სოლომონ მეფე. მან გაანაწილა თავისი ძალები, იმიტომ რომ თურქეთის არმია, ოსმალეთის არმია დაახლოებით 40,000-იანი არმიით იდგა უკვე, რომელიც ჩაყლაპას აქ შედის მათ შორის ახალციხის საფაშოც და ის გადაბირებული მოღალატე თავადების, რომლებიც მრავლად იყვნენ. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ახალციხის საფაშოდან დაახლოებით 30,000-მდე ოსმალოს ჯარია და ასევე გადაბირებული თავადები ეს იქნება როსტომ რაჭის ერისთავი თუ ლევან აბაშიძე დაახლოებით 11-12,000 კაცია, ზოგან 15,000 კაცია მითითებული. რომლებიც ასევე თურქების, ოსმალების მხარეზე იბრძვიან. ასევე ფოთის, ცუცხვათის და ქუთაისის ციხის გარნიზონებში მყოფი ოსმალოთა მეციხოვნეები, რომლებიც დაახლოებით სადღაც 1500 კაცზე ანუ სრული მობილიზაცია ქონდა. სრული მობილიზაცია, იმიტომ რომ ფაქტიურად ხრესილის ომში რო თურქებს, ოსმალებს გაემარჯვათ, მთელი დასავლეთ საქართველოს დაპყრობა, გამაჰმადიანება და გაუკაცრიელება ელოდა. რაც სამცხეს დამართეს, აი, რაც სამცხეს დამართეს, დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო და სოლომონ პირველმა ნაწილი თავისი ჯარისა ბაღდადის, ცუცხვათის და ქუთაისის ციხეების ასაღებად, ფოთის ციხეების ასაღებად გაუშვა და ნაწილით თვითონ მთავარი ძალით ეს იქნებოდა დაახლოებით 11,000 კაცი, 11,000 მებრძოლი უკვე ხრესილის ველზე დაბანაკდა. წარმოიდგინეთ, არის 1757 წლის 14 დეკემბერი, დასავლეთ საქართველოში როგორი ამინდი იქნება, იცით ხო? ნუ თოვლი და ის არა, მაგრამ ყინავს, მაგრამ წვიმიანი და სველი ამინდია. ესე იგი საოცარი
ვაჟკაცობა გამოიჩინეს ქართველმა მებრძოლებმა. როგორც ოდიშის სამეგრელოს, ისე გურის, ისე იმერეთის ჯარებმა უდიდესი ბრძოლა გაუმართეს. უდიდესი იყო თუ ბრძოლა არა აქ გაუმართეს. ქართლ-კახეთის როლიც და რა თქმა უნდა, მეფე ერეკლეს როლიც იყო, იმიტომ რომ თუ მიუხედავად იმისა, რომ მეფე ერეკლეს და სოლომონ პირველს შორის იყო გარკვეული უთანხმოებები, კი, როდესაც ასეთი დიდი მტერი ეჯახებოდა, რა თქმა უნდა, ერეკლე მეორე ეხმარება თავის ქართველ, რო ვიტყვათ, კოლეგას დასავლეთ საქართველოს. ამდენად ამანად დიდი როლი ითამაშა, რომ ერეკლე მეორემ სწორედ გადაკეტა გარკვეული გზები, სწორედ სამცხე-ჯავახეთიდან შემოსასვლელი, იმერეთის მხარეს შემოსასვლელი, იმიტომ რომ დღევანდელი ვარციხის ტერიტორიიდან წავიდა, ქუთაისის მახლობლად ვარციხის ტერიტორიიდან გავიდა სოლომონ პირველი, სწორედ ხრესილის ველზე. სოლომონ პირველის როგორც დიდი მხედართმთავრის და მეფის დამსახურება ის არის, რომ სწორად დაგეგმა ეს ბრძოლა. ანუ როგორც სამხედრო ოპერაცია იყო. როგორც სამხედრო ოპერაცია, იგი მარჯვენა ფლანგზეა თავისი ძირითადი ჯარით და ბრძოლა იწყება, ხრესილის ბრძოლა იწყება აი რიჟნარზე, ჯერ მზე ამოსული არ არის, სადაც ახლა სამთარში გვიან თენდება, მაგრამ აი ფაქტიურად ბინდბუნდზე ალბათ რო წარმოვიდგინოთ სადღაც 5-6-ის ნახევარი უკვე ქართველები ეკვეთნენ მტერს. ჩვენ დავიწყეთ შეტევა. რა თქმა უნდა, დავიწყეთ შეტევა. ეხმარება სოლომონ პირველს შერვაშიძე, აფხაზეთის მთავარი, რომელიც ცხენოსანთა არმიით არის დასახმარებლად მოსული და პირველ დარტყმას სწორედ ეს შერვაშიძე აკეთებს მეფესთან ერთად და ვერ უძლებენ ისინი, რა ქვია, ოსმალები და მაგრამ იმდენად რიცხობრივი უპირატესობა აქვს, რომ მათი ძლევა, ვთქვათ, დილის საათებში პირველი დარტყმებით ვერ მოხერხდა და მხოლოდ შუადღის შემდეგ მოხდა, ესე იგი, ქართველთა თავგანწირული შეტევის შედეგად დამარცხება ამ ოსმალთა დამარცხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ აი ჩვენ გვახსოვს მაგალითად მარაბდის მანამდე მარტყოფის ველი, სადაც აი ეს ეთყობა ჩვენი საფირმო ტაქტიკა იყო ჩვენი მეფეებისთვის საუკუნეების განმავლობაში, ცხენოსანი არმიით აი მოულოდნელი დარტყმების მიყენება მტრისთვის და როდესაც აი პირველ დარტყმაზე ვერ ხდებოდა მტრის გატეხვა, მერე უკვე ძნელდებოდა ხოლმე ბრძოლა, მაგრამ აი ხრესილზე ესეც კი მოხერხდა, რომ მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, ჩვენი ჯარი პირველი იყო, რომელმაც დაარტყა, ტერმა გაუზულა ამ შეტევებს, მაგრამ მერე მაინც ეყოთ, ხო, ჟინი და ენერგია ქართველებს, რომ აი ამ მოხდით გაეგრძელებინა. რა თქმა უნდა, მარტყოფის ბრძოლა შედარებით განსხვავდება ხრესილისგან, იმიტომ რომ იქ გიორგი სააკაძის თავდადება და აი როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და უფალი, რომ 4 კაცით, მათ შორის შენი ერთი ვაჟი, თავთანდილ სააკაძით, პაპუნა ვაშაკაშვილით, ელიადე ასამიძით და ბაკა ხერხეულიძით შეხვიდენ მტრის ლაშქრის შუაგულში 30,000-იან ლაშქარში და დაიწყო ომი არა მაშინ ახლა ავტომატი არ არსებობდა და რაღაცა გრანატა და რა ხელყუმბარა და მოკლა ყარჩიხახანი რამდენი პირადად მოკლა ყარჩიხახანი, იუსუფხანი, ასევე ავთანდილ სააკაძემ ყარჩიხახანის ვაჟი და იუსუფხანის ვაჟი განგმირა შუბით და აი აქედან დაიწყო ეს ბრძოლა, მარტყოფის ბრძოლა, მაგრამ აი ხრესილის ბრძოლა იყო კარგად დაგეგმილი, ანუ როგორც ცენტრიდან, ისე ფლანგებიდან სოლომონ პირველმა ერთიანად შეუტია, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თურქთა ლაშქარი იყო რიცხობრივად აღემატებოდა ლამის 4-ჯერ, 5-ჯერ ქართველთა ლაშქარს და თუ სწორად არ დაიგეგმებოდა სამხედრო ოპერაცია, ძალიან გაჭირდებოდა, იმიტომ რომ მაშინ იარაღები დაახლოებით თანაბარი იყო, საბრძოლო იარაღები და ამასთან უნდა დავსძინოთ, რომ იმდენად ერთი მომენტია, რომელიც ისტორიაში არის ასევე ცნობილი, რომ რაჭის ერისთავის, როსტომ ერისთავის ჯარში მებრძოლი რაჭველები იმერელთა მხარეს, ქართველთა მხარეს გადმოვიდნენ. ნაწილი, მათ არ აღმართეს იარაღი ქართველთა წინააღმდეგ. ანუ ეროვნული შეგნების მომენტი იარაღი არ აღმართეს. დიახ, მაშინაც არსებობდა, რა თქმა უნდა, აი როგორც ჩვენ გავიხსენოთ, თქვა 1999 წლის 9 აპრილს, ხო, 99 წლის 9 აპრილს ქართული პოლიცია იცავდა ქართულ მოსახლეობას, არა? აი აქაც რაღაცნაირად აი ესეთი სიტუაცია, რომ
ის რაჭის ერისთავი მოღალატე როსტომ ერისთავის ჯარში მყოფი ქართველების დიდმა ნაწილმა უარი თქვა ქართველების წინამდგომზე და გადმოვიდა აქ სოლომონ პირველის მხარეს. ეს რატომ არის საინტერესო ხოლო ლევან აბაშიძე მოკლული იქნა ამ ომში, ეს მოღალატე თავადი. მოკლული იქნა კრესილის ომში. ეს პერიოდი, როდესაც საქართველოს დაშლილია უკვე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რაჭველების მომენტი განსაკუთრებით, რომ ხა ჩვენთვის შეიძლება დღეს არ იყოს ეს გასაოცარი და გაუგებარი, იმიტომ რომ ერთი სახელმწიფოში ვართ გაზრდილი, ვიცით რომ ერთი ქვეყანა. ეს არის პერიოდი, როდესაც 100 წლეულებია უკვე გასული, რაც იმერეთი, კახეთი, ქართლ-კახეთი, იქ რაჭაკი ფორმალურად და ნომინალურად კი ემორჩილებოდა იმერეთის სამეფოს, მაგრამ მაინც ალკე ერთეული, ხალხს წესით აი ამ 100 წლეულების წვეთის შემდეგ ეს საერთო ეროვნული შეგნება ჩამკვდარი უნდა ქონოდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ესე არ მოხდა. მე გეტყვით ეს საინტერესო, რადგანაც აჭარა ახსენეთ და ასევე რაჭა. აი მარტყოფის ბრძოლა ახსენეთ, თენგო იმიტომ მიყვარს ხოლმე თქვენთან ეთერში, რომ მარტყოფის ომში აი ისტორიული საბუთები ახლა რაც ამოვწიეთ, თქვათ ვატიკანის არქივები, სტამბოლის უნიკალური არქივებია. აჭარელებიც მონაწილეობენ მარტყოფის ომში, რაჭველებიც მონაწილეობენ, სვანებიც, პირდაპირ გვარებია მითითებული. გურია ოდიშის სამეგრელო თავისთავად ახლა ლევან მეორე დადიანის და გურიელის ლაშქარი, იმერეთის მეფის გიორგი მესამეს ლაშქარი. მარტყოფის ომში გიორგი სააკაძემ ასევე დიდგორის მოდელი გაიმეორა. მე კი არ ვიგონებ ამას. ცნობილი დიდი თურქი ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმაწეს, რომ ესე იგი გიორგი სააკაძის მხარდამხარ წერია პირდაპირ ქართლ-კახეთის ლაშქარის მხარდამხარ იბრძოდა დასავლეთ საქართველოს აშიკბაშის, იგივე ბაშიაჩუკის, ანუ იმერეთის, გურიელის, ოდიშის სამეგრელოს და სრულიად დასავლეთ საქართველოს ლაშქარი, ხო? იგივე რაჭველები, იგივე გვარებია მითითებული, თქვა თათქირიძეები და ისინი დიასამიძეები, დიახ. ხო, აი ეს თავდგირ პირდაპირ არიან, ესე იგი ამ საქართველოს ყველა კუთხის შვილია. ყველა კუთხის და მე რა საოცარი მომენტია, მე მინდა ისევ გავიმეორო, რომ როდესაც სანამ დაუბრუნდები ისევ ხრესილის ომს, რადგანაც ჩვენ აი ამ დიდ ომებზე ვაკეთებთ პარალელს, მარტყოფის ბრძოლაში სანამ დაიწყება ომი, გიორგი სააკაძე ატარებს თათბირს, რომ ესე იგი მარტყოფის ველზე დაბანაკებულ სპარსელთა ლაშქარს ალყა დაარტყან გარშემო, რადგანაც მან კარგად იცის გამოცდილებით, რომ ირანელებს ალყის ეშინიათ და ყოველი მხრიდან შეტევის ეშინიათ. და მოდიან სააკაძესთან ეს მებრძოლები და ეუბნებიან, ულევარნი არიან, მოურავო, ულევარნი არიან. მე ისტორიული დოკუმენტებით ვლაპარაკობ, ახლა გვერდებსაც და იმასაც, თუ საჭიროა მივდით, ვისაც დააინტერესებს. ულევარნი არიანო. და სწორედ მარტყოფის ველს იმიტომ ქვია დღეს ულევარას ველი, იქიდან დაერქვა 1625 წლის 7 აპრილს. ხო და გიორგი სააკაძე ეუბნება, რომ მაშინ ერთ ხელში ხმალი დაიჭირეთ, ფარები გადააგდეთ და შუბი ან სატევარი დაიჭირეთ, იმიტომ რომ უკან დასახევი არ არის, ან უნდა გავიმარჯვოთ, ან უნდა ჩავიხოცოთ აქო. მოდის ისევ ვალემსროლელი და ეუბნება, ეს არის შუაღამერა, სადღაც პირველი 2 საათი. ულევარნი არიან, მოურავო, ულევარნი არიან. და აი ამ დროს ღამის სადღაც 2-3 საათზე, სანამ დაიწყება მთავარი ბრძოლა, ანუ ამ 4 კაცით სანამ შევა სააკაძე იმაში, რა ქვია, ირანელთა ლაშქარში, აპარანის წმინდა გიორგის ამ ეკლესიის ჭრილში პატარა საყდარი, ვისაც გინახიათ, ახლა იქ გაანათეს და კარგად მოაწყეს სხვათა შორის მარტყოფის ველზე. შემოდის არავყოფნივად რო ეუბნებიან სააკაძეს. ამ დროს შემოდის იმერელების, გურულების ეგრელების ლაშქარი, აპარანი ვართ ძამა, ჩვენ აპარანი ვართო, ნაბადები აქ ცხენებზე აკრული და ეს ფლოქების ხმა რო არ გაისმას, ასე შემოვიდა დასავლეთ საქართველოს ლაშქარი. სხვადასხვა წყაროებით იქ მითითებულია, ზოგან 1500 კაცი, ზოგან 1200 კაცი, ზოგან 1600 კაცი, ზოგან 2000 კაცი. ნუ ყოველ შემთხვევაში 1500 კაცი დასავლეთ საქართველოს ლაშქარი და შეიძლება მეტი კიდე ომობს მარტყოფის აპარანი ვართ ძამა, ჩვენ და გიორგი სააკაძეს, ესე იგი სიხარულის ყიჟინა აღმოხდაო და თქვა, რომ ამ წმინდა გიორგის ამ ეკლესიას აპარანის წმინდა გიორგი დაერქვასო და აი მარტყოფელები რო ზეიმობენ 8 აპრილს აპარანობას, სწორედ იმერლების, გურულების და მეგრელების სახელწოდებით ხდება, არა, ეს აშენებული იყო უბრალოდ აპარანობა ქვია ამ იმას, ანუ პირველი დღესასწაული წმინდა გიორგის საყდართან გიორგი სააკაძემ გადაიხადა და აპარანობა უწოდა დასავლეთ საქართველოს ლაშქრის საპატიო საწემოთ. ანუ
სრულიად საქართველოს იბრძოდა. აი ხრესილის ომშიც ფაქტიურად დასავლეთ საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოს ხალხიც ერთად ომობს. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველის შორის არის უთანხმოება გარკვეული, ისინი რამდენიმე ხანში ერთმანეთს ხვდებიან ალში და ხდება მათი შერიგება, მათი მორიგება. არ შეიძლება რომ დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებული. თუმცა სოლომონ პირველთან როსტომ რაჭის-ერისთავი მაინც მტრულად არის განწყობილი და სოლომონ პირველის დიდ კაცობაზე რა მეტყველებს, იცი რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ესე უღალატა ხრესილის ომში, მაინც სასიკვდილოდ ვერ იმეტებს ამ რაჭის-ერისთავს და 1760 წელს როცა ერეკლე მეფე, უკვე შერიგებულები არიან სოლომონი და ერეკლე, როცა ერეკლე მეფე მიდის განჯის სახანოში საომრად, დასარბევად და საომრად, თან იახლებს როსტომ რაჭის ერისთავს და მხარდახმხარ ომობენ ერეკლე მეორის დასახმარებლად. ესე იგი სოლომონის ბრძანებით. მაგრამ ეს როსტომ რაჭის ερისთავი მაინც ამ გველობას ვერ იშლის მომავალში და ბოლოს ხდება ისე რომ საშინლად დაამთავრა. ხო, ნუ ბოლოს თვალებს დათხრის 1769 წელს და ნუ საგვარეულოს მთლიანად. ხო, საგვარეულოს მთლიანად არა, ნუ 7 ბიჭი ყავს ამას როსტომ იმას რაჭის ერისთავს, მაგრამ 4 ცოცხლად გადარჩება, თვალებს ამოთხრის, მაგრამ იქ რა წერია, იცით ისტორიულ საბუთში, რომ როსტომ რაჭის ერისთავსო, ვინც თვალებს თხრიდაო, სიბრალული ჰქონდაო მაინცო რა, ქართველისო და ისი არ თხრიდნენ თვალს, რომ თვალის ჩინი ბოლომდე დაეკარგვათ, რამე თუ გზა მაინც დაენახათ ცალთვალზე მაინც, რომ გზაზე არ წაქცეულიყვნენო. ანუ ისე მაინც სასტიკი იყო მაგ დროს სასჯელები, თუმცა ნუ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იყო მეფის მხრიდან იმისი ჩვენება, რომ დაუჯელი არ დარჩება ღალატი და ნუ რა თქმა უნდა, თავისთავად ღალატიც იყო უმძიმესი მაშინ როსტომ ერისთავის. ეს არ იყო მეფის ღალატი, მხოლოდ ეს იყო მართლა ქვეყნის ღალატი იყო. სოლომონმა გადააყენა ეს რაჭის ერისთავი, ფაქტიურად წულუკიძეები და როგორც რაჭის ერისთავი როსტომს ასევე ლევან აბაშიძეს გაუუქმა ეს საფეოდალოები და ახალი ფეოდალები წულუკიძეები და წერეთლები მოდიან შემდეგ მათ ადგილზე. მანდ არის კიდე ერთი მომენტი, როდესაც ესე იგი რაჭის ერისთავის გასანადგურებლად ეს სოლომონ პირველი იყენებს ლეკებს და ეს ლეკებმა ფაქტიურად მოთხარეს, რაჭა გაანადგურეს რა და უამრავი ტყვე წაასხეს. ეს რომ გაიგო პატარა კახმა ერეკლე მეორემ წამოვიდა იქიდან და აღმოსავლეთ საქართველოსდან ამან ზეპირად იცოდა ამ ლეკების გადასასვლელი ბილიკები დახვდა ამ ლეკებს გაანადგურა მთლიანად ეს 3000-იანი თუ 4000-იანი ლაშქარი ლეკებისა და მთელი ტყვეები ვინც იყო ესე იგი დასავლეთ საქართველოს რაჭველი ტყვეები და ისინი ხო წაართვა ამათ და იქ კი აღარ დააბრუნა რადგანაც შიშიანობა იყო ფაქტიურად ლეკებამ რაჭის ყველა ციხე დაანგრიეს წამოიყვანა და აღმოსავლეთ საქართველოსა, კახეთსა და ქართლში დაასახლა. და აი დღეს როდესაც ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში ხვდებით, თქვათ, რაჭულ გვარებს, ხო, დასავლეთ საქართველოს გვარებს, ძეზე დამთავრებულ გვარებს. აი სწორედ პატარა კახის მიერ წამოყვანილი ის რაჭველები არიან, რომელთა წინაპრებიც აი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ანუ საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეებია დაშლილია ამ პერიოდშიც ეს კავშირები ხალხებს შორის მაინც არ არის, ხო, შეწყვეტილი და როგორც ერთი ორგანიზმი მაინც ისე ვითარდება ქვეყანა. იცით, აი ეს საოცარი ტრიადა, რაც დიდმა ილია ჭავჭავაძემ ბრძანა მამული ენა სარწმუნოება, სამეფო სამთავროებად დაშლილ საქართველოს მაინც აერთიანებს. იმიტომ რომ ერთი გენეტიკის ხალხია, ერთი წარმომავლობის ხალხია, ერთი ეთნოკულტურის მქონე ხალხია. და ერთი დიდი წინაპარი ყავდათ. ეს არის დიდი ერი, ქართველთა დიდი ერი, რომელთა წინაპრები მუდმივად მოსახლეობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს კი რაღაცა სულელურ იდიოტურ იმებს ავრცელებენ, რაღაცა ისტორიებს, ვითომ აქ სხვები ცხოვრობდნენ და ჩვენ ვერ მოვეთ. არა, ეს ტერიტორია იყო მუდმივი საცხოვრისი ჩვენი ქართველი წინაპრებისა, უფრო მეტი.
ჩვენ უდიდესი მიწაწყალი გვაქვს დაკარგული, აი ჩვენი მიწაწყლის უდიდესი ნაწილი დღეს ისტორიულ თურქეთში იმყოფება, ეს იქნება ტაოკლარჯეთი, ატანუჯის მხარე თუ სხვა, ლაზეთი, იგივე კაბადოკია, ხო, რო გიკვირს, კაბადოკია იყო და პონტოს სამეფო, ხო? ტრაპიზონი და ეს ჩვეულებრივი ქართულ კოლხური, იბერიულ კოლხური ტომებით დასახლებული ტერიტორია იყო, რომლის ტერიტორიაზეც ჯერ ბიზანტიელებთან გვიწევდა ომი ამ ტერიტორიების დასაცავად, შემდეგ უკვე ოსმალოებთან გვიწევდა ომი და აი წაგვართვეს სწორედ ჩვენი ისტორიული მიწაწყალი დაახლოებით 35% დღევანდელი ისტორიული ძალიან გულდასაწყვეტია ტერიტორიაზე. ბატონო ვაჟა, აი კაბადოკიასთან დაკავშირებით განსაკუთრებით და მაგ ტერიტორიაზე, აი ცოტა სამხრეთითაც ანატოლიის მხარეს, სადაც ვიცით ჩვენ და ეს ვიცით ისტორიულად, რომ ნამდვილად ეს იყო ქართველური ტომები დასახლებული ტერიტორიები, მათ შორის აქ პოულობენ ისეთ უძველეს ცივილიზაციურ ნიმუშებს, როგორც არის მიწისქვეშა ქალაქების მთელი კომპლექსები და ასე შემდეგ და აი გული დაგწყდება ადამიანს, რომ ეს ყველაფერი, მე მესმის ახლა რა თქმა უნდა ეს ტერიტორიები დღეს უკვე თურქეთის სუვერენული ტერიტორიაა და მათ შორის ამ საკითხებზეც თურქული პოზიციები არის დასაბუთებული, მაგრამ გული გტკივა უბრალოდ ადამიანს რო უყურებ, იცი რომ შენი წინაპრის, შენი გენის, შენი სისხლის შექმნილია ეს ყველაფერი და დღეს როგორც აი თურქული მემკვიდრეობის ძეგლები, ისე არის მსოფლიო ასპარეზზე ეს ყველაფერი წარმოჩენილი, არის ხოლმე რა თქმა უნდა ამ ყველაფერში გულის ხვეტის მომენტებიც, თუმცა რას ვიზავთ? ეს არის ის ისტორიული ხვედრი, რაც ალბათ ჩვენს ქვეყანას ხვდა წილად. იცი ქართველი ერი არის ჯვარცმული ქრისტესავით, როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა, ჯვარცმული ერია. ჯვარცმული და ჯვაროსანი ერია ჩვენი ქართველი ერი, რომელმაც უდიდესი ტკივილები გადაიტანა ამ ღვთისმშობლის წილხვდომილმა ქვეყანამ, იმიტომ რომ ის საქართველო, ის ისტორიული საქართველო, დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველო, სწორედ ამ მიწაწყლის თითქმის 90-95%-ს მოიცავდა. დიახ, ეს ქართული მიწაწყალი იყო, ქართველური ტომებით დასახლებული, ქართულად მოსაუბრე ტომები, ლაზები, ჭანები, ეს ყველაფერი ჩვენი ქართული ტომები იყვნენ ესენი. ქართების შთამომავლები იყვნენ. დიახ, ბატონებო, იქ ხალიბები იქნებოდნენ თუ სუბარები იქნებოდნენ თუ სხვები, ეს იყო ქართული ტომები და ქალდეური ტომები. სწორედ აი აქედან მოდის ჩვენი ცივილიზაცია, ქართული ცივილიზაცია. უფრო მეც ვიტყვი, რომ 1953-58 წლებში გამოცემულ საქართველოს ისტორიის წიგნში, რომლის ავტორები ბრძანდებოდნენ დიდი ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშე, რომელიც იოსებ სტალინის დავალებით გამოიცა, არის ერთი პარაგრაფი, ერთ-ერთი პირველი პარაგრაფი წიგნისა ქართველურ ტომთა წარმოშობა და განსახლება, სადაც პირდაპირ წერია, რომ იბერიული კოლხური ტომები დასახლებული იყო დღევანდელი პირენიის ნახევარკუნძული, დღევანდელი იტალია, სანამ ეტრუსკები მოვიდოდნენ, იბერიულ კოლხური ტომები იყვნენ, სანამ პირენიის ნახევარკუნძულზე მოვიდოდნენ ესპანელები და ქართული ტომები იყვნენ, აი ბასკები, მისი ნარჩენები არიან. ასევე სანამ პელაზგები მოვიდოდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე, ქართველური ტომები სახლობდნენ, აქ უფრო მეტი ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიაზე ასევე ქართული ტომები სახლობდნენ. აღარაფერს ვამბობ უკვე კაბადოკიაზე და ლაზეთზე და ჭანეთზე და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ქართული მიწაწყალი იყო. სწორედ აი ამ ტომებმა შექმნეს უდიდესი ქართული ცივილიზაცია და ისინი ნელ-ნელა მტერთა შემოსევების გამო მოდიან კავკასიონის ქედზე იყუჟებიან, აი დღევანდელი ტერიტორია და ახლა რო გავიდეს თქვათ 5 საუკუნე და ვერ დავიბრუნოთ ღმერთმა არ აქნას აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი, ეს საქართველოს ტერიტორია აღარ იქნება? თუ იქ შექმნილი კულტურა რა რომელიმე სხვა ხალხის კულტურა იქნება. თუ ბიჭვინთის უძვირფასესი ტაძარი, ან კიდე ლარგვისის უძვირფასესი მონასტერი, თუ ქარჩოხის ციხე, იმის ქსანი არაგვის სათავეში და ლეხურის სათავეები იმის იქნება, რა ქვია, ოსებისა, ხო? არ შეიძლება რა, ეს არის ქართული მიწაწყალი, ბატონებო. ქართული ისტორიული ძეგლებით მოფენილი მიწაწყალია ესა. ჯერ მარტო სახელს დააკვირდით თამარაშენი, რომელიც მიწასთან გაასწორეს, არა? თამარაშენი, თამარ მეფის სახელობის სოფელი იყო იქა. და ეს შეიძლება, იცი, ისტორიის ესე გვერდზე მიწევა და ახალი ისტორიის დაწერა, რომ იცი აქ ისინი ცხოვრობდნენ, კიდე
გამოხდება ვიღაცა იდიოტი და რაღაცა სიტყვის უფლის ციხეზე ვიღაცა გამოხდება იდიოტი და იტყვის რომ არა სვეტი ცხოვლის ქვეშ რაღაც სხვა ნაგებობა იყო აშენებული. იმიტომ რომ როცა უნდათ ერის განადგურება მაშინ იწყებაო, ისევ დიდი მამა ამბობს ჩვენი, ხო, როცა ის ერი თავის ისტორიას ივიწყებს. ჩვენ ისტორია არ უნდა დავივიწყოთ. მით უმეტეს რომ ყავდა ისეთი გრანდები ისტორიაში, როგორც ივანე ჯავახიშვილი იყო, ნიკო ბერძენიშვილი იყო, სიმონ ჯანაშია იყო, ექვთიმე თაყაიშვილი იყო და სხვანია რა. ბატონო ვაჟა, რომ დაუბრუნდეთ კი ჩვენი ასე ვთქვათ, დღევანდელი გადაცემის თემას. აი ხრესილის ომის შედეგებზე. კი ბატონო, ეს მაინტერესებდა სწორედ. ხრესილის ომიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ იდება კუჩუკ-კაინარჯის ზავი რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის და ამ ზავის შედეგები შეეხება მათ შორის საქართველოსაც, დასავლეთ საქართველოს ამ შემთხვევაში. აი სანამ მივალთ ამ ზავამდე და კონკრეტულად რა შედეგით დასრულდა შემდეგ და ეს კუჩუკ-კაინარჯის ზავი რამდენად სწორია შევაფასოთ პროქართულ ზავად ან პირიქით ანტიქართულ ზავად ამაზე ვიმჯელებდეთ. გამოიღო თუ არა ამ ბრძოლამ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგები კონკრეტულად ყვითას ყიდვასთან დაკავშირებით და სხვა იმ ინტერესებთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამოძრავებდა სოლომონს. იყო ეს თავგანწირვა ქართველების მართლაც შედეგიანი და სწორია თუ არა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო მეორე დიდგორი, ანუ რომ არა ეს მართლაც შეიცვლებოდა საქართველოს დასავლეთ საქართველოს იმჟამინდელი ლინგვისტური, ეთნიკური, რელიგიური შემადგენელი. აი ძალიან საინტერესო კითხვა დასვით. სანამ კუჩუკ-კაინარჯის ზავამდე მივალთ, აი ჩვენი ქართველების ურთიერთგაუტანლობაზე მეტყველებს ის, რომ ხრესილის ომის მთავარი გმირი სოლომონ პირველი 1766 წელს ტახტიდან გადააგდეს. აი 2 წელი მეფობიდან გადააყენეს დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ. სოლომონ პირველი 1766-68 წლებში. აი ხრესილის ომის გმირი, რომელმაც აკრძალა ტყვეთას ყიდვა და იმდენად ძლიერი იყო თურქული, ანუ ოსმალური ლობი საქართველოში, ანუ იმდენად დიდ გრანტებს უგზავნიდნენ ოქროს ქისებით ოსმალები ქართველ თავადებს, რომ მათ მოაწყეს გადატრიალება აქ. მოაწყეს ამ და ისევ ეს თქვენ ხართ ჩემი ბატონი როსტომ ქსნის ერისთავი და ისა ქსნის კი არა რაჭის ერისთავი და ესენი იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში. ანუ ეს გრანტებზე ერთხელ თუ მოიწამლა გრანტებით ადამიანი როგორც ჩანს ვეღარ ეშინოდნენ. ეს სიტუაცია რომ 1766 წელს სოლომონ პირველი ტახტიდან 2 წლით ჩამოაშორეს და მისი მშვილი თეიმურაზ მამუკასზე წამოწიეს წინ მეფედ და რაღაცა და ამას რა ყვება ეხლა უყურეთ სოლომონ პირველი მედგრად იბრძვის თურქების წინააღმდეგ და აი 1765 წელს გამწარებული თურქები შეიჭრებიან იმაში რა ქვია იმერეთში და გადაწვავენ ქუთაისს აი ყველაზე დიდ ზარალს მიაყენებენ ამ დროს 1765 წელს ქუთაისს და მაგრამ მაინც მედგარი მეფე ახერხებს რომ 1768 წელს დაიბრუნოს მეფობა და 1769 წელს აი მკაცრად სჯის ამ რაჭის ერისთავს როსტომ რაჭის ერისთავს თვალებს დათხრის და მისი შვილების ნაწილი გაიქცევა სტამბოლში გადაიხვეწება ნაწილი კიდე დაიხოცება დახოცავენ ანუ სოლომონ პირველი აძლიერებს ამ დროს უკვე სამეფო თავის იმერეთის სამეფოს რომელიც იმორჩილებს ასევე გურიის სამთავროს კაცია დადიანს ესენი თან ერთმანეთს ნათესავები არიან სიძე ცოლი-ძმანი და რა ვიცი ოჯახის წევრები მაგრამ აი გურამიშვილს რო აქ ბოლოსში განაიშალნენ ძმას აი ეს ხდება რომ ძმას უყრის ხიშს და დანას და სატევარს და ხმას და ყველაფერს იმ იერარქს რაც მაშინ არსებობდა აი ამ პერიოდს ემთხვევა ეხლა საგარეო კუთხით შევხედოთ ეს საშინაოდ არეულობა რაც არის ვხედავ კი საგარეო კონტექსტია მნიშვნელოვანი 1774 წლებში მიმდინარეობს რუსეთ-თურქეთის ომი ძალიან მნიშვნელოვანი ომი ანუ ფაქტიურად ამ დროს მარადიული მტრობა ჩამოყალიბდა ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის.
რომელშიც საკმაოდ წარმატებას მიაღწია რუსეთმა. აქ ძირითადად, რა თქმა უნდა, ბრძოლამედის ყირიმის სახანოზე, მაგრამ ამავე დროს ჩრდილოეთ კავკასიაში არის ფრონტის ხაზზე, იმიტომ რომ ოსმალეთი ცდილობს იმ დასაყრდენის გაძლიერებას ჩრდილოეთ კავკასიაში, რასაც იქ მაჰმადიანური მოსახლეობის სახით აღწევს. რაც დღესაც სხვათაშორის აქტუალურია. რაც დღეს აქტუალურია. მაგრამ სწორედ ამ პერიოდში გარკვეულ დიდ უპირატესობას აღწევს რუსეთი და 1774 წლის 10 ივლისს იდება ქუჩუკ-კაინარჯის ზავი. ეხლა რით არის ეს ზავი მნიშვნელოვანი? ქუჩუკ-კაინარჯის ზავი არის პირველი საერთაშორისო დიპლომატიური აქტი, თუ შეიძლება ითქვას, რომლის 23 მუხლი უშუალოდ საქართველოს ეხება. მართალია ამ ზავის დადებაში, როგორც იურიდიული სამართლებრივი მხარე საქართველოს არ მონაწილეობს, თურქეთსა და რუსეთს შორის იდება, მაგრამ 23 მუხლის თანახმად რუსეთმა განდევნა ცუცხვათის, ფოთის, ქუთაისის ციხეებიდან, ისინი რა ქვია, ბაღდადის ციხეებიდან ოსმალო გარნიზონები. ასევე აუკრძალა მათ ჭაბუკების და ქალიშვილების გაყვანა ტყვედ, ანუ ტყვეთასიდვად შეაჩერა ამ ზავმა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან და ასევე აუკრძალა ეკლესია პირდაპირ არის ეკლესია ქრისტიანობის დაცვის ნაწილი იყო. ეხლა დღეს გულზე რო არ ეხატებათ ვიღაცებს და რაღაცას სხაპრებს ყვებიან, დიახ, რუსეთმა აუკრძალა ოსმალებს, რომლებიც გამალებულად ანგრევდნენ ქრისტიანულ ეკლესია მონასტრებს იმ პერიოდში დასავლეთ საქართველოში და თუ ჩვენ იავარქმნილი გვაქვს და დაზიანებული, დანგრეული, წაშლილი ჩვენი ეკლესია მონასტრები, რომელიც დასავლეთ საქართველოში უხვად იყო, სწორედ ბჭყალებში თურქების დამსახურებაა და სწორედ ამ ზავში პირდაპირ სთხოვს მართლმადიდებელი რუსეთი თურქეთს, რომ ხელი არ ახლოს ეკლესია მონასტრებს, არ დაანგრიოს ისინი ქრისტიანული სალოცავები და ტაძრები და ამასთან ხელი არ შეუშალოს. პირდაპირ წერია დანგრეული ეკლესია მონასტრების აღდგენა რესტავრაციას და ახალი ეკლესია მონასტრების აშენებას. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ეს უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა მაშინ ეს ისლამიზაცია სერიოზული საფრთხე იყო. მაშინ იყო საფრთხე. არ ეხატებათ. ეს არის ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23 მუხლი. თან როგორც მახსოვს პლუს ამას ხარკისად გადახდასთან დაკავშირებითაც იყო რომ ხარკისგანაც გათავისუფლდა იმერეთი. ხარკის გადახდისგანაც იმერეთი გათავისუფლდა, იმიტომ რომ ხარკში გარდა ფიზიკური გადახდის აქ ოქრო ვერცხლის და იმისა, ხო, საქონლის და იმის ცოცხალი ადამიანები გულისხმობდნენ ის ქალიშვილები და ჭაბუკები, რომელიც დაახლოებით 10-15-20,000 უნდა მიეცა ყოველწლიურად თურქეთისათვის საქართველოს, დასავლეთ საქართველოს. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო და იქ ბრწყინვალე პორტა წერია იმაში ქუჩუკ-კაინარჯის ხეს რო ხო იცით როგორ გულზე ახატიათ ესეთ სიტყვები რაღაც აზიური ბრწყინვალებისა, ბრწყინვალე პორტა, დებს პირობას და ასე შემდეგ, რომ ეს ამას შეასრულებს და აქ მცხოვრები მოსახლეობა გამოარკვევს თავის იმას, რა, ერთ სიტყვით, აი ამ ქუჩუკ-კაინარჯის ზავმა 1774 წლის 10 ივლისს დადებულმა ქუჩუკ-კაინარჯის ზავმა ძალიან დადებითად იმოქმედა. ამან სხვათა შორის ქუჩუკ-კაინარჯის ზავის თაობაზე ევროპაც იყო ინფორმირებული, რადგანაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ ზავმა. ამის თაობაზე ევროპას აცნობა ეკატერინე მეორემ, რომელიც ვოლტერს წერს, რომ ნახეთ რას წერს, რომ ქართველთა თავდაუზოგავმა ბრძოლამ თურქული ძალმომრეობის წინააღმდეგ თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენ გაგვიადვილა ბრძოლის წარმოება ოსმალების წინააღმდეგ და ასევე მათი ეს თავდადებული ბრძოლა ქართველებისა და სწორედ სოლომონ მეფის და ქართველთა ბრძოლა იგულისხმება და ხრეზილის ბრძოლა და ეს ყველაფერი იგულისხმება თავისი შედეგი გამოიღო და წინააღმდგა თურქების ამ იმპერიულ ზრახვებს
და გარკვეული შვება მისცა რუსეთსაც და ევროპასაც, რადგანაც ნახეთ რა პერიოდია თურქეთი ევროპასაც ემუქრება, ხო? გახსოვთ ეს კი ავსტრიამ ვენამდეა ეს არ არის ის თურქეთი, რომელიც დღეს ვიცით, ეს არის სამ კონტინენტზე გადაჭიმული უზარმაზარი ბალკანეთის ნახევარკუნძული და ყველაფერი და ფაქტიურად ქართულ ციხე გალავანზე იმსხრევა ამ მაჰმადიანური ლეგიონების აბჯარი და ცოცხალი ძალა და ამ წერილს, ესე იგი ეკატერინე მეორის წერილს ვოლტერი ასევე აღფრთოვანებით პასუხობს, რომ ეს უდიდესი დამსახურებაა, ქართველებისო და საქართველოს შესახებ აი 23 მუხლს იგი ესეთი ტერმინია მნიშვნელოვან მანიფესტს უწოდებს ვოლტერი. ზავი ქვია, ხო? ჩუკაინარჯის ზავი დიპლომატიური ენაზე, მაგრამ აი ვოლტერი ძალიან მნიშვნელოვან ქართველების მიმართ ძალიან მნიშვნელოვან მანიფესტს უწოდებს ქართველებისა, რომელიც მაღალი კულტურის და დიდი მეომარ ხალხად მიაჩნია ვოლტერი. აი ბატონო ვაჟა, ხანდახან გონია ხოლმე, მათ შორის მომისმენია ბევრი მოსაზრება, რომ აი ხომ არ არის ხოლმე გაზვიადებული ის როლი, რასაც ჩვენ ვამბობთ, მაგრამ აი ჩვენი ქვეყნის როლზე, ჩვენი ერის როლზე გვაქვს საუბარი, ხომ არ გვახასიათებს ქართველებს, რომ გავაზვიადოთ ზოგჯერ ჩვენი როლი, წარმოვაჩინოთ მისი მნიშვნელობა უფრო ფართოდ, ვიდრე ეს იყო, მაგრამ აი რანაირად შეიძლება მართლაც რომ გავიხსენოთ ხრესილის ბრძოლა და ის შედეგები და თან ამ ყველაფერს შევხედოთ არა მხოლოდ აი საქართველოს კონტექსტში, არამედ იმჟამინდელი მსოფლიოს კონტექსტში. ოსმალეთის იმპერია ეს მართლა იყო ის იმპერია, რომელსაც ვერ აკავებდა ევროპა მაშინ. და აი თქვენი თქმის არ იყოს ვენამდე მისული ევროპელები და შემდეგ პოლონელების თავგანწირვა რამაც გადაარჩინა ევროპა. აი ამ ძალას უპირისპირდებოდა მაშინ. ან თუნდაც მანამდე მარტყოფი რაც გავიხსენეთ შეუძლებელია მართლა აი წრემლი არ მოგადგეს ადამიანს, ისე გაიხსენო ეს ისტორია, რომ სპარსეთის სეფიანთა იმპერია, რომელმაც დააჩოქა მთელი აზია თითქმის 70 საკუთარი რეგულარული არმიის ნახევარი თითქმის შაჰ-აბასმა დაკარგა. ნახევარზე მეტი ქართლ-კახეთში გაწყდა. ეს ხო ნამდვილად ისტორიულად ასე იყო. არმია, რომელსაც ვერ მოერვნენ აზიაში ვერავინ, აი წაქცეულმა ბოლომდე თითქმის განადგურებულმა ქართველებმა შეძლეს და 10 წლეულების განმავლობაში შეაკავეს ჩვენს ქვეყანაში. აი რანაირად შეიძლება ამის მერე ვინმეს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ჩვენ რამეს ვაზვიადებთ და თუნდაც ის ეროვნული სიამაყე, რაც გვიჩნდება ამ ისტორიების გახსენების დროს, არის ფუჭი და არ ყოფილა და რაღაც ილუზიებში ვართ თითქოს დაკარგული. ეს არის ხოლმე ხშირად გულსატკენი. იცი, ამისი მიზეზია ის, რომ დღევანდელი ეროვნული ცნობიერება ძალიან დაქვეითებულია ერთში, გულის ტკივილით მინდა ვთქვა, ეს ნიშნის მოგებით არა და ფაქტიურად 34 წელია საქართველოში ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული სახელმწიფო იდეოლოგია მიმდინარეობს და აი ეს არის ამის შედეგი, რომ თვით მარტყოფის ომიც კი, რომელზეც ირანელი ისტორიკოსები, ირანელი იმდროინდელი, თქვათ ისკანდერ მუნში, შაჰ ჰუსეინ მალიქ სისტანი, იმდროინდელი, აი რომელიც სააკაძის და შაჰ-აბასის თანამედროვეები არიან, არა? მათთან ერთად, ხო? ისინი გაკვირვებულები არიან, ესე იგი სააკაძესო, აი ისკანდერ მუნშიაუმს კაცო არაფერი არ აკალდაო, არც ქონება, არც მაღალი თანამდებობა, მთელი ამდენი ჯარი ემორჩილებოდა, ასეთ სასახლეები ქონდა ისპანიაში, ისპაჰანში, შირაზში, ამაში, იმაში. როგორ ისქნაო, ირანის შაჰს უღალატა და თან ეს შვილიო, როგორ ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ პაატა სააკაძე იმის ფილმში რა 12 წლის კი არ არის, 21 წლის ვაჟკაცია. გაწირაო ავთანდილის რა შემდეგ რამდენიმე თვეში მარაბდის ველზე დაეცა. ავთანდილი არა, მადაბდის ვერძე არა. ავთანდილი მამასთან ერთად 1629 წელს მაშინ მოკვეთეს კი ბატონო. თოხათის ციხეში. და აი მარტო 120,000 ყიზილბაშთა ლაშქარი ყავდა შაჰ-აბას და 70,000-ზე მეტი გაანადგურა სააკაძემ. ესე იგი, მარტყოფის ომში, მარაბდის ომში და ქსანი ქარჩოხის ომში. აღარ ვამბობ იმ პატარა ომებს, თქვათ იქ საგურამოსთან, ლისთან და ასე შემდეგ, ის პატარ-პატარა ომები რაც იყო. იგივე თუ გავიხსენებთ ოსმალო-თათარხანის შემოსევას 1609 წელს, როცა იგივე გიორგი სააკაძემ ტაშის კართან, ხო, ნახვეტარას ველზე გაანადგურა 60,000-იანი ოსმალო-თათარხანის ლაშქარი, 10,000 კაცით.
ამას ჩვენ იქაური ისტორიკოსები წერენ, ამას ჩვენ კი არ ვიგონებთ. თან წერენ რომ ქართველებს შაითანთან აქვთო რაღაც გარიგება დადებული, თორე როგორ ახერხებენ ესეთ რამეებს. იყო ესეთი თანამედროვე აკადემიკოსი ირანელი არშათერი, რომელთანაც ჩვენ გქონდა კავშირი, ჩვენ მოგეხსენებათ გიორგი საგაძის ფენომენის კვლევის ცენტრი დავარსეთ მე და ეკა კვანტალიანმა 2018 წელს და მთელი სეფიანთა ირანის შემსწრელ სოფლიო ცენტრებთან გვაქვს კავშირი, ეს იქნება რუდიმატი, რეიფელდი და სხვები კიჩინსი და შარლ რენუ და რომელი ერთი, ხო? და აი ეს იარშათერი წერს ეს იყო დიდი ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, აკადემიკოსი ირანის სამწუხაროდ 2021 წელს კორონათი დაიღუპა, ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ლექციების დასაკითხად წასული დიდი კაცი იყო, რომ დიდი ირანელი გენერლები გიორგი სააკაძეთი იწყებს და თან სინანულით ამბობს რომ გიორგი სააკაძე რო არ გადასდგომოდა შაჰბაზო დღესო ირანის იმპერია იქნებოდა სოფლიოს ბრძანებელიო. აი ახლა წერს, აი ახლა სულ რაღაც 21 საუკუნეშია რა. რომ აი დანანებით რომ ეს იმხელა ფიგურა იყო რომ ესე იგი შაჰაბასი ვერც უბედავდა რომ რელიგია შეეცვალა, იმიტომ რომ ამას ჭირდებოდა ესო ბაღდადის, ყანდაღარის, ქაბულის და ამების ციხეები, დელის ციხეების ასაღებად. ავღანელების დამორჩილება ეს მარადიული მიზანი იყო. ხო, წარმოიდგინე რომ ამას ყავდა გიორგი სააკაძის პირველი სპეცრაზმი, საფუძველი ჩაუყარა პირველ სპეცრაზმს და იქაურები წერენ, იგივე ისკანდერ მუნში და ისინი რომ კლდე იმაზე ციხესიმაგრის კედლებზე როგორც ვეფხვები და ავაზები ისე დაცოცავდნენ ეს ქართველებიო. და ეს ჭირდებოდაო ირანის იმპერიას და ამიტომ აი ასეთი ერი ვიყავით ჩვენ და დღეს როდესაც ამბობენ რომ იცი რა ქართველები როგორ გეკადრებათ ქართველი ერი იყო და არის დიდი ერი მაგრამ სწორედ ამიტომ რომ სწორედ აი დიდი ერი ვართ მიუხედავად იმისა რომ მცირერიცხოვანი ვართ ჩვენი გენეტიკა არის უძლიერესი და აი მტერიც ყოველთვის ბევრი ყავს როგორც ისტორიულად ისე დღესაც ღვთისმშობლის წინ ხო რამ პატარა ქვეყანას ყავს უამრავი მტერია რა აი ნახეთ ისევ დაუბრუნდები მე კუჩუკაინაჯის ზავს და მანიფესტს რო უწოდებს ვოლტერია რა უდიდესი შთაბეჭდილება იქონიაო ქართველების მედგარმა ბრძოლამო ამ ოსმალური იმპერიის წინამდებო უხარიათ ევროპელებს იმიტომ რომ თვითონ ლამის დააჩოქა მთელი ევროპა მართალი ბრძანეთა ვენის კედლებთან რაღაც 60 კილომეტრზე იყვნენ უკვე მისულები თუ 40 კილომეტრზეა რა და ეს პატარა საქართველო მით უმეტეს სამეფოს სამთავროებად დაყოფილი უმკლავდება ორ დიდ იმპერიას, აქეთ ირანის იმპერიას, იქით ოსმალეთის იმპერიას და ისევ მოიტანა დღემდე თავისი ქრისტიანობა, თავისი მაცხოვრის რჯული, თავისი დამწერლობა, თავისი კულტურა, თავისი სიმღერა, თავისი წირვალოცვა, თავისი არქიტექტურა, თავისი ეთნოკულტურა და ყველაფერია რა და თავისი გასაოცარი ამბანი და ამაზე მეტი რა უნდა გვექნა, რომ საკუთარი თავით ვიყოთ, ალბათ ვიკმაყოფილება ეს არასდროს არის კარგი და ყოველთვის მეტი უნდა გინდოდეს და რა თქმა უნდა დღეს რო ქართველი ხალხი და ჩვენი საზოგადოება არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც მინდა რომ ვიყოთ ეს ალბათ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ისტორიის, არ ვიცი, არცოდნის თუ პატივცემულობის პირდაპირ პროპორციულია. მართლაც მეტი რა უნდა ექნა აი ამ ერთი მუჭა ხალხს, რომელიც იყო თავმოყრილი ზღვა ოკეანეში მუსულმანების და ალბათ აი ისლამის შექმნის მომენტიდან პირველივე წლებიდან ჩვენთვის ეს ისლამიზაცია მუდმივი გამოწვევა იყო და ამის მიუხედავად აი რამდენი ხანია ხო 1500 წელი 15 საუკუნე შევინახეთ მოვიტანეთ დღევანდლამდე რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა ისეთი რა უნდა ექნა ამ ერს და ამ ქართულ გენს ისეთი რომ დღეს ჩვენ ამ გენის შთამომავლები ვიყოთ აღფრთოვანებული და არ ვიყოთ მართლა ისე განწყობილები როგორც სამწუხაროდ აი ხშირად ხედავთ ხოლმე ამ განწყობებს. მე არ ვიცი რამ გამოიწვია ეს, რანაირად არის რომ ის ეროვნული სიამაყის განცდა, რაც მე ჩემ ბავშვობაში მაგალითად მახსოვს, მე ხო არა ვარ ეხა არ მეთქმის შუახნისაც კი ახალგაზრდა მეთქმის ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ მივახლოვდი 40 წელს, მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში აი ის რა იყო პოპულარული ჩვენთვის ჩვენი თაობისთვის, რამხელა სიამაყე გვეუფლებოდა, როდესაც ასეთ ისტორიებს ვისმენდით, როგორ ყველას გვჯეროდა რომ ვიყავით და ვართ და მე ამისი დღესაც მჯერა უდიდესი ერის წარმომადგენლები, მაგრამ დღეს სამწუხაროდ აი ბატონო ვაჟა თქვენი აზრით საინტერესო იქნება ამაზე, ეს მომენტი, ეს ეროვნული სიამაყის მომენტი რაღაც თითქოს დაჭრდილულია და დაკნინებულია და ისეა წარმოჩენილია აი სხვადასხვა
თუნდაც განათლებულ ნაკითხ ადამიანებს, რა ვიცი, პერსონალურად არავის დასახელება არ მინდა, მაგრამ რო აქვთ ისეთი ავტორიტეტი, რომ არიან ძალიან ნაკითხები, ისე წარმოაჩენენ ხოლმე ჩვენი ერის ისტორიას დაკნინებულად, თითქოს მთელი ეს ყველაფერი ჩვენ ტყუილში ვცხოვრობდით, არც ყოფილა, არც მომხდარა, არც გვისწავლია და რეალურად წარმოადგენთ მართლა აი გათითოკაცებულ ყოფილ ერს, რომელიც დღე-დღეზე უნდა გადაშენდეს და არც არავის არ უნდა დაენანოს. სამწუხაროდ აი ესეთი სურათი იხატება ხოლმე. აი წევან ვახსენეთ ჩვენ როსტომ რაჭის ერისთავი, რომელიც ოსმალურ გრანტებზე იყო გაყიდული და ლევან აბაშიძეა რა. დღესაც იგივე სიტუაცია, ეს ყველაფერი გამოიწვია, აქ უკვე მთავარი პრობლემა წამოვაწინ, ის რომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, 34 წელია საქართველოს ყავს ქართველი ერის მოძულე ხელისუფლება და ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული, ანტიქართული განათლების სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ სკოლებში, ჩვენ მომავალ თაობას არ ვასწავლით ვისი გორისანი არიან. რომ მათ ყავდათ იგივე სოლომონ პირველი. მე გეტყვით რომ აი ძალიან კარგია ეს გადაცემა, ეს ციკლი, იმიტომ რომ შემეცნებითი ინფორმაცია მიდის უკვე მაყურებელთან, მომავალ თაობასთან. გადავშალოთ აბა სასკოლო სახელმძღვანელოები ეს განათლების მაფიაზე, გრიფირების მაფიაზე ცალკე საკითხია, მაგრამ რა სახელმძღვანელოებით ვასწავლით? ვასწავლით კი ჩვენ კლასიკას ლიტერატურის, ვასწავლით კი სათანადო დონეზე, იგივე ხრესილის ომს, მარტყოფის ომს, მარაბდის ომს, ქსანი ქარჩოხის ომს, ტაშისკარის ომს, თუ ვამბობთ რომ იცი რა, არა, უფრო მეც გეტყვით, არ აღნიშნავთ დიდგორობას, ხო, სათანადო დონეზე, ჩვენ რა ქვია, მეგობარ პარტნიორ თურქეთს არ ეწყინოს. აი უფრო მეც გეტყვით, ხრესილის ბრძოლის ადგილას არის ნიში გაკეთებული ხო ჩარჭული ხმალი და რაღაცა ობელისკი ხო სადაც იყო წარწერა რომ ამ ადგილას ქართველებმა 1757 წლის 14 დეკემბერს გაიმარჯვეს ოსმალოთა ლაშქარი. მიხეილ სააკაშვილმა ამოაშლევინა ოსმალოთა ლაშქარი და ოსმალოთა ჯარი და გაიმარჯვეს მტერზე. აი გაიარა თქვა მე-10 კლასელმა. კი ბატონო, წაიკითხა, რომელ მტერზე გაიმარჯვა? შეიძლება ვიღაცა იდიოტმა უთხრას რომ რუსეთზე გაიმარჯვა. ეჭვიც არ მეპარება რომ იგივე იქნება. ან ვიღაცამ უთხრას რომ რაღაც მარსიანელები ჩამოფრინდნენ და იმათზე გაიმარჯვა. ანუ აი ისტორიის დამახინჯება ხდება შეგნებულად. ეხლა გამოვა ვიღაცა იდიოტი და იტყვის რომ ათასობით აკითხებენ მერე ლექციებს და ათასობით იმას აძლევენ, ხო? რომ ლადო ასათიანი მკვდრადშობილი პოეტია და ჰეი თქვენ არაგველებო ეს არის უვარგისი ლექსი. ხო? არ მინდა ეხლა გვარები დავასახლო, ამით კიდე რეკლამა დავუწევ. თორე აუცილებლად ამაზე ვიტყოდი ვინ არის, იმიტომ რომ ჩემი საყვარელ პოეტზე არის. ხო. ბერძენიშვილი, კაცო. მეტი ვინ იზავდა? ხო. ის რომ თამარ მეფე უწესო ქალი იყო, ხო? რომელსაც 4ჯერ მისცემს მერე ვიღაცა საბას პრემიას, ხო? აი ესეთი მომენტები დამახინჯებისა საქართველოს ისტორიის, საქართველოს კლასიკური ლიტერატურის უდიდეს მტკივნეულია ჩვენთვის, არა? და აღარ ვასწავლით დავით გურამიშვილის დავითიანს, მის ბიოგრაფიას, არ ვასწავლით სულხან საბას, არ ვასწავლით გრიგოლ ხანძთელს, არ ვასწავლით სათანადო დონეზე შუშანიკის წამებას, ვეფხისტყაოსნის საზეპიროები ამოვიღეთ, როცა ზეპირად იცოდა ხალხმა როცა წერა-კითხვა არ იცოდა, ვეფხისტყაოსანი იცოდა, ზეპირად ქართული ბიბლია, ხო, ამან გადაარჩინა ეს ის და არაო საზეპიროები ამასო ბავშვო იმას ტვინს იმაშვებო არაფერი ჩვენ მთლიანად მოვშალეთ ეროვნული განათლების სისტემა ეს არის კოლონიური განათლების სისტემა ბოლონის პროცესს რო შეუერთდით და ეს არის სპეციალურად მორგებული ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის და აი სწორედ იმიტომ არ იცის მომავალმა თაობამ ხრესილის ომი როგორ მოიგეს ქართველებმა როგორ დიდი მეფე იყო სოლომონ პირველი სად არის სოლომონ პირველი დაკრძალული, სად არის სოლომონ მეორე, სად არის პატარა კახის ბრძოლები როგორი მნიშვნელოვანი იყო, რა პერიოდია, როდესაც აღა მაჰმად-ხანი ესევა საქართველოს 1795 წლის 11-13 სექტემბერს, როგორ გადაარჩინა სოლომონ ალექსი-მესხიშვილმა ვთქვათ ანჩისხატი, როგორ შემოესია ვთქვათ იგივე მურვანყრუ არაბები ყრუ რატო უწოდეს მურვანს, ხო? ეს ეპიტეტი თუ დავითს აღმაშენებელს უწოდებთ და ვიღაცას ბრწყინვალეს ამას ყრუ უწოდეს, ხო?
ყველაზე საშინელი სომხებმა მე როგორც ვიცი დაიმახსოვრეს როგორც ბრმა, მათ აქვთ ეს ეპითეტი, იმიტომ რომ იქაც საშინელებებს ხო, იმიტომ რომ სომხეთი უფრო ადრე გაანადგურა არაბულმა ემან, რა ქვია, მტარვალმა. ეს იყო 732-34 წლებში. საქართველოში 736-38 წლის მურვანყრუს შემოსევები იყო, გამანადგურებელი, რომელმაც წარმოიდგინეთ, რომ მურვანყრუმ დაანგრია სოხუმის იგივე აფშილეთის ციხესიმაგრე, დაანგრია არმაზი, ცხეთის ყველაზე ულამაზესი ნაწილი იყო ეს არმაზის ციხე და ყველაფერი მიწასთან გაასწორა ძველი მცხეთა იმან მურვანყრუმ. ასევე დაანგრია ეგრისის ციხე გოჯი, მიწასთან გაასწორა და ასეულ ათასობით ადამიანი, აი სისხლის კალოები დაატრიალა. დღეს ეს არ ვიცით და გონია რომ რაღაცა თქვა ჩვენი ინვესტორები არიან ან მეგობრები არიან ან რაღაცა ისინი არიან. არა, ეს იყო აბსოლუტურად მწარვალი იმპერია, ხალიფატი, არაბეთის ხალიფატი, რომელმაც წალეკა იმ დროინდელი საქართველო და ყველა ეკლესია მონასტერში, ესეთი რამე არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, შეაწყვეტინა წირვა-ლოცვა, რომელმაც მასობრივად გაწყვიტა ყველა სასულიერო პირი. ერთადერთი საყდარი, სადაც ზარი ირეკებოდა, ეს იყო ანჩის ხატი და ზარის საყდარს ეძახდნენ. აი მთელ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ზარი აღარ ირეკებოდა. ეს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილი ფაქტია, ზარის საყდარი ეს თან ისლამის დაბადების პერიოდი არის, მაშინ ბევრად უფრო ძლიერი იყო მათი ჟინიც, მუხტის რომ გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც არ ჯდებოდა მათ რა თქმა უნდა, ესე იგი რამდენჯერმე გადაწვეს და გადაბუგეს საქართველო, და ეს უდიდესი დარტყმა მიაყენეს ერთ მის დემოგრაფიას, მის კულტურას, მის სოციალურ ყოფას და მის ეკოლოგიას. აი ქართლში რო არის გადამწვარი ტყეები, ხო, ის ძლევის ქედი, თრიალეთის, ქსილისის ქედი და ის არის სწორედ მურვანყრუს დროს არის გადამწვარი, რომ მიყვები იქ კვერნაქის ქედები და ისინი გორისკენ, ხო? აი მურვანყრუს დროს არის გადამწვარი, რომელიც სწორედ ზაფხულში, ივლის-აგვისტოში ფესვებზეც კი ცეცხლს უკიდებდა, რომ აღარ ამოსულიყო, რომ პარტიზანული ბრძოლები არ ეწარმოებინათ ქართველებს. აი ესეთი საშინელი დამპყრობლები იყვნენ არაბები. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა. დიდი მადლობა, ისე გაიარა ამ ერთმა საათმა. მართლაც ამ ძალიან საინტერესო საუბარში, რომ ვერც კი გავიგე დრო და მადლობას გადაგიხდით. მართლაც არ ვიცი, ალბათ ამ გადაცემათა ციკლში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაცემისთვის იმეც ვიტოვებ, რომ მომავალშიც არაერთხელ გვექნება თქვენთან საუბრის შესაძლებლობა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა თქვენ. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი, პროფესორი. ჩვენ საუბრობდით ხრესილის ომზე. დღეს სწორედ ამ ბრძოლის დღე არის 14 დეკემბერი. ყველა ის გმირები, ვინც ხრესილის ველზე მადლობა მათ სულებს იმ გამარჯვებისთვის, რომელიც მაშინ მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა, იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი გადაცემა, ჩვენ განვაგრძობთ ამ გადაცემათა ციკლს უკვე შემდეგ კვირას, მანამდე კი წინ გველოდება ძალიან საინტერესო ინფორმაციული და დატვირთული კვირა, ხვალიდან დაგიბრუნდებით პოლიტიკური სიახლეების მიმოხილვით. მე დიდ მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობებით, კარგად ვზანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.